ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია დეომშვიდობის მამაშალვა ანტონი დიდის სცენებას გელოცავთ გამორჩეული წმინდანია სოფლიო წმინდანი და ძალიან დიდი საქმეები უკავშირდება წმინდა ანტონს განსაკუთრებით ბერმონაზნობის კუთხით და ცხადია ულოცავთ ყველას. შეგვეციოს წმინდა ანტონი დიდის მადლით მართლაც უდიდესი მოღვაწე არის მან დააარსა ეგვიპტეში ბერული სკოლა და ეს უფალო სკოლაში შემიწყალე მეთოდულეს მისი დაარსებული სოციალურ ბანდა ესასლოცვა და უდიდესი მამა არის და მისი მადლების წყალობა შეძლოთ ჩვენთაგანს და გაგვახაროს მართლა. მამა შალვა ჩვენ უკვე ეკლესია გვამზებ დიდი და წმინდა მარხვისთვის სულ მალე დაიწყება მარხვა და ამ პერიოდს ქვია მოსამზადებელი პერიოდი და ყოველ კვირას ქვია თავის სახელი იკითხება შესაბამისი სახარება და ახლა ჩვენ უკვე მეზვერის და ფარისევლის კვირაში შევალთ აქ ეს კვირა იყო და შესაბამისად ეს ძალიან ცნობილი სახარების მონაკვეთი იკითხება კვირას პირველ რიგში რომ შევახსენოთ კიდევ ერთხელ შინაარსი მეზვერის და ფარისევლის სახარებისა და შემდგომ განვარტოთ ეს სახარება თითქოს ყველა მიცის თითქოს არაერთხელ მოგვისმენია მაგრამ ალბათ ყოველ წაკითხვაზე კიდე ახალ დეტალებს მომჩნევთ და უნდა შევამჩნიოთ ჩვენში ალბათ ამიტომ მოგვიწოდებს ეკლესია და ამიტომ გვიკითხავს ამ სახარებას კი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ყველა კვირას სახარება იკითხება იმიტომ რომ ეს არის ტრადიცია ეკლესიაში როდესაც არის საკვირაო სახარება ყველა დღე საერთოდ ყველა დღე ადრე ყველა დღე დადება წირვები არის ტაძრში სადაც ყოველ დღე ტარდება წირვები და ყველა დღეს აქვს თავისი საბამისი საკითხავი სახარება რადგან უკვე დიდი მარხვის მოსამზადებელი კვირაკეს ვიწყებთ ჩვენ წინა კვირას საქეს კვირა იყო ეს კვირა უკვე მეზვერის და ფარისევლის კვირა არის ამიტომ იკითხება მეზვერის და ფარისევლის სახარება ლუკას სახარება იკითხება მე-18 თავის მიათი და მე-14 მუხლები ძალიან პატარა იგავია მაგრამ თითქოს ყველაფრის მომცველი იგავია იმიტომ რომ ეს გვეხება თვითონ ჩვენთაგანს ეს სახარება ეს იწყება ეს სახარება რომ ორი კაცი შევიდაო ტაძრად ლოცვათო ერთი მეზვერე და ერთი ფარისეველი და იწყება ეს როგორ იწყებს ეს ფარისეველი ლოცვას და მე როგორ ლოცვას მეზვერე ხშირად ეშლება ხოლმე ადამიანებს ესე თვლიან რომ მე უნდა ვიყო მეზვერე ესე ფიქრობს ან ფარისეველი არ უნდა ვიყო რაღაც არა და ეს ფარისეველი ტერმინი თვითონ იყო ძალიან კარგი ტერმინი იმიტომ რომ ფარისევლობა ნიშნავდა ამ ქვეყნიდან განშორებას ანუ ფარისევლები აღემატებოდა ყველა ადამიანს თავის ცხოვრების წესით ღვთისერთგულებით წესების დაცვით ესენი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ და ყველაფერს ცხოვრების წესითაც ადრე სწორად ცხოვრობდნენ და სწორი მართლობა ჰქონდათ მათ არჩეული აი როგორც ახლა ქრისტიანობა ხო ქრისტიანობა მაცხონებელი რელიგიაა და მაშინ მორწმუნის საუკეთესო სახე იყო წავიდა მეზვერეობა იყო ძალიან დამაკნინებელი მაგრამ მეზვერეობა იყო დამაკნინებელი მეზვერეობა იყო დამაკნინებელი იყო წარმოგვიდგინეთ ეს მეზვერეები იყვნენ ადამიანები რომის იმპერიას დაპყრობილი ყავს იუდეების სახელმწიფო დაპყრობილია წარმოგვიდგინე ეს მეზვერეები არიან ამ რომაელების მსახურები წარმოგვიდგინე დამყრობელის მსახურებიან ხარს ყრიფავენ ანუ ადამიანებს ამ ფულს არ ხმევენ თუნდაც რომ პირადი სარგებლობისას არ გამოერთვათ ეს ფული თუნდაც ამისთვის არ გამოერთვათ ფული უკვე რომ ადამიანი მოდის და შენ სხვისთვის ფულს აკროვებს სხვისთვის ფულს გართმევს უკვე პრობლემა ესეთი ადამიანები იყო მეუღებლები და მამები განმარტავენ როგორც კეთროვანები იყვნენ მიუღებელი საზოგადოებისათვის როგორც კეთროვანს არ იღებდა და კეთროვანთან შეხება არ შეიძლება რომ შენ შეიძლება დაავადებულიყავი ზუსტად ესევე იუდეოთა საზოგადოება არ იღებდა მეზვერეს იმიტომ რომ ესენი ძალიან ცუდი ადამიანები იყვნენ ანუ მათი საქციელი სახარება მეზვერის საქციელს არ ამართლებს და ფარისევლის საქციელს არ ამტყუნებს. აქ არის დამოკიდებულება უმთავრესი რაც არის ამ სახარებაში. აი ხშირად ადამიანები დღეს როგორც მე ვარ მეზვერე ვიღაცა ეძახის და მეზვერე არ უნდა იყოს. ფარისეველი უნდა იყოს შენ ცხოვრებთან, ანუ ის იყო იმ ცხოვრების წესი, რასაც ფარისევლობა ერქვა სინამდვილეში. მაგრამ აი ნახეთ, მაგრამ ფარისევლის ცხოვრება იცვლება. ნახეთ როგორი არის ის არის მედიდური, ის არის ამპარტავანი, ის არის გამაყებული ადამიანი. აი სანამ აი მე-10 მუხლად მე-9 მუხლს რამე წერია სახარებაში რომ მე ვიეთნი მე ვიტყვი ადამიანებს ვინც სხვებს შეურაცხყოფენო. ამით იწყება ეს იგავის და მე იწყებს იგავს. მაცხოვარი ძალიან მოკლე იგავს. ანუ ვის ესაუბრება მაცხოვარი იმ ადამიანს ესაუბრება ვინც სხვა ადამიანს შეურაცხყოფს და სხვა ადამიანს გადაამეტებს საკუთარ თავს. ანუ აქ ესაა დასანახი რომ შენ როგორი ხარ შენ სხვა ადამიანს ამეტებს შენ საქციელი და სხვაზე უკეთესი გონია საკუთარი თავი თუ სხვაზე უკეთესი გონია საკუთარი თავი და თან თუ ყველაფერზე მიღწეული გაქვს და თუ ყველაფერი მიიღე როგორც ეს მე ფარისეველი ამბობს რომ მადლობა აღმოჩნდა რომ მე ესეთი ვარ რომ თიწყება ლოცვა ხო რომ მე ესეთი რო ვარ მადლობა აღმოჩნდა ესეთი კარგი ვარ ესეთი ვარ აი ეგ ნახე არა ვარ მემრუში არა ვარ ესეთი მტაცებელი არა ვარ ესე არ ვიქცევი ესე არ ვიქცევი თან აგე მარხულობ მათევალებად ერთხელ ხო მე ორჯერ მარხულობ ანუ აი ახლა ხო თხშა პარასკევის მარხვა ეს და დიდ მარხვის გარდა მე ხუთ შაბათსაც მარხულობ და სამ შაბათსაც მარხულობ ახლა როგორი ვარ და ხო ხიბლისთან არ აქვს ხო ჯულიც არ თქოს მაგას ანუ რჯულზე მეტად საკუთარ თავს აფასებენ ეს ადამიანები და
ამ დროს თან მარტო ამას კი არ აკეთებს, თან ამას არ გავარ, აი ამნაირი არა ვარ, ხო, ამნაირი არა ვარ. მადლობა გმოცო, ესეთი არა ვარ. ანუ ათამაში კიდევ ღმერთს ადანაშაულებს. ანუ ხო ყველა ადამიანი ღმერთის შექმნელია, ნახე ღმერთო, შენ არის ეს როგორ უნდა შეგექმნა, ნახე მიუხედავად იმისა, შენ ხო შეგე ესეთი ადამიანი არ დაბადებული იყო საერთოდ. ამდენი ადამიანს თქვას ხო, მოგისმენია რომ აი ღმერთს უაბრალებე, რომ აი იცი ღმერთის ბრალი ეს ადამიანის რო შეიქმნა, ეს რო დაიბადა. აქ ეს ადამიანი ღმერთსაც კი ადანაშაულებს. ანუ ღვთის წინააღმდეგაც კი გამოდის. ანუ აი ყველაფერი ამ ადამიანის ყველაფერი ირღვევა ამ ყველაფერში. ეს მეზვერე როგორი ადამიანი, მას გააზრებული აქვს თავის მდგომარეობა, თავის სოდულობა მას ბოლომდე გააზრებული აქვს, ტაძარში დგას თავის კუთხეში, ბოლოში დგას და იწყებს ლოცვას. ღმერთო მილხინე მე სოდულს ამას შემიწყალე მე, ანუ მაპატიე ღმერთო რომ ესეთი ვარ, მე ვერ გამოდივარ და დამეხმარე რომ ამ ყველაფერთან მე ის ღმერთს ამას თხოვს. აქ კიდევ ერთი უმთავრესი რამე რაც უნდა გამახვილოს ყურადღება არის ის რომ აქ მაცხოვარი ამახვილებს ყურადღებას ლოცვის მნიშვნელობაზეც. ეწინა გაბრიელ ქოძე ახლა გუშინ ვკითხოთ საკითხებს, ეწინა გაბრიელ ქოძე საოცარეს დიდი მამა რაღაცა საოცრად გამარტავს და პირდაპირ ამ მეზურის და ფარისეუს კვირას ეხება პირდაპირ ეხება ლოცვის მნიშვნელობას. რომ შეიძლება ეწინა გაბრიელ ქოძე ამბობს რომ შეიძლება შენმა ლოცვამ გაგამართლოს და შეიძლება ლოცვამ გაგამტყუნოს. ანუ როგორ შეიძლება ლოცვამ გაგამართლოს და ლოცვამ შეიძლება დაგღუპოს. ანუ ლოცვა შენთვის შეიძლება გახდეს წარწმენდელი. ამაზეც ეკლესიაში მისვლამ შეიძლება დაგღუპოს. როგორ შეიძლება ეკლესიაში მისვლა დაგღუპოს? აი ფაქტი ეგ არის, აი ორივე შევიდა ეკლესიაში შევიდა ლოცვად, ეს სიტყვები არის ნახე, ანუ სალოცავად შევიდა ადამიანები. და ერთი ლოცველი ადამიანი რომელიც შევიდა სალოცავად, გამოდის იქიდან გამართლებული, ერთი გამოდის გამტყუნებული და წარწმენდელი. ანუ მას არც ლოცვა შვილი და ტაძარში მისვლა არ შვილის. ამიტომ დავფიქრეთ ჩვენ რომ აი რატო დავდივართ ამ ეკლესიაში დავდივარ, როგორია ჩვენი ლოცვა? აი მსუბუქი მნიშვნელობა აქვს. აი შენ რისთვის ლოცულობ, რატომ ლოცულობ და შენ ლოცვას რა მნიშვნელობა აქვს? აი ეს კიდევ ერთ-ერთი უნიშნულოვანესი რამე რომ ამის ეს უნდა გაიაზროს ყველა ადამიანი, ვინც ტაძარში დადის, აღსარებას აბარებს, ეზიარება, მარხულობს, მოახმაროთ აი კვირას ახლა ადამიანი მოვლენ წიროზე, უნდა ადგეს დილით, ადრე უთენია წარმოიდგინე, უნდა მთბილი ლოგინა უნდა გამოვიდეს, უნდა დატოვოს სახლი, უნდა დათმოს, დრო უნდა გამოყოს ღვთისთვის, უნდა მოვიდეს ამ სიცივეში, ამ ეკლესიაში და რა უნდა ილაპარაკო იქ და ესე მე რა კარგი ვარ და მე რომ მოხვედი და რო ადექი დილით. აი დაგემართე ფარისეველივით და შეიძლება მართლაც კარგად იქცევი. ვიღაცები ჯობი ხარ კიდევ ცხოვრების ეს, მაგრამ ისეთი არ ახარ მეზობელი რო ყავს ესეთი ნარკომანი, ლოთი, აგერ ცოს უტყამს, იგინება, ლანძღავს, ეგეთი ხო არ ახარ, ამას ხო ჯობი ხარ. და ესე ძალიან ბედნიერი ხარ რომ ეგეთი მაგარი კარგი ხარ და ესეთი ხარ და ამათ არ შენერი შენი მეზობელივით არა ხო იმ ნათესავს არ გავხარ. ის არ წამოსვლა სახში დარჩა. შენი მაჯობი ხარ და შედეგი რა იქნება ეს ფესტიფარისებელი, ეს ადამიანები რო ცხოვრება და შენ სარგებელი, შენ სოციოს არ სარგებელი არ იქნება. აი მამა წინა გავრიქოძე განმარტავს კიდევ რომ აი ზოგსო გონია როცა ამ სახარებას კითხულობთო გონია რომ ტაძარში წინ არ უნდა იდგესო. იმიტომ რომ აი ფარისეველი ხო წინ დგას რაღაცა ხო წინ დგას აი მედურდურად გააჩნია შენ რატო დგახარო წინ ტაძარშიო შეიძლება წინ იმიტომ დგახარო რომ გინდა რომ კარგად მოისვინო ეს წირვა და თან გინდა რომ შეხედო ამ ღვთისმსახურებას ან როგორ ტარდება ეს ღვთისმსახურება და შენი მიზანი ეს იყოს რომ რაღაც არ გამოგეპაროს ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცებს გადაამეტო თავი და ამიტომ დგახარ წინ რომ რაღაც აი ვიღაც ამაში ყველა უკვე დადგეს მაშინ მაგაგებით ტაძარში და არავინ წინ ეგეც შეიძლება ხოლმე ბევრ სამკვირის ახარება განიმარტება ხოლმე გონიათ რომ ტაძარში უკან უნდა იდგეს და ესეც საოცარ ამესაუც და გაბროქოძე რომ უკანო ზოგი იმიტომ დგას რომ მე მალე გაიქცეს ეკლესიიდან რაღაც უკანზე ანუ უკან დგომი და წინ დგომით კი არ განისაზღვრება შენ ეკლესიაში სად გახარ და რა ადგილზე გახარ ეკლესიაში ამით კი არ განისაზღვრება და ვიღაცას კი უნდა გადაასწრო თუ მოხვედი გვიან ტაძარში და ვიღაცამ დაგასწრო ხო წინ ადრე მოვიდა ხალხი კი უნდა გადაწყვეტ წინ გამოხვიდო ვიღაცას ხელი შეუშვა ლოცვაში მოხვედი არა შენ დარჩი იქ უკან და დადექი და მოისმინე ის იმიტომ რომ შენ დააგვიან თუ გინდა ადრე წინ დადგო ცოტა ადრე მოდი და ბევრი აკეთებს ამას როში მოდის ადრე ძალიან ადრე რომ უნდა რომ იმას მოშურნეობა აქვს ვიღაცას იმიტომ რომ უნდა რომ ეს უყუროს ამ მსახურებას დადგეს წინ ამ გაგებით როცა დგას მაშინ მას სარგებელი ექნება აქედან შენ თუ იმიტომ გახარ წინ მოძღვარს თავი და ანახო აგერ მოვედი ტაძარში და აგერ ნახე სად გავარ და თან ვიღაცებს გადაამეტო თავი ამ გაგებით ის დაუყებელი ექნება პრობლემებიც მომშალო თქვენ კარგად იცით რომ თავის ადგილები აქვს თითქოს და იქ თუ გაბედა ვინმე მიგდადგა გაწევს რომ აქ ჩემი ადგილია გეგონება რაღაცა ვინმე გაუფორმა ის ადგილი მნიშვნელოვანია აქ ასევე მეზვერის შემთხვევაც როცა ჩვენ აი ფარისეული შემთხვევაზე საუბრობთ რა შევა ამ დროს მეზვერე აჩერის უკან დგომი და თავსაც ვერტევს ზევითო და ორ სიტყვას იძახის სამ სიტყვას აი ესეც სამართლია და მიუხედავად ამისა ამბობენ რომ განმართლებული გამოვიდა მეზვერე ხო
აი ეს მომენტის განსაზღვრა და აქვე კითხავთ გავერთიანებ კითხვას რომ ისევ შევახსენოთ მეზვერის მდგომარეობას და აი ამ მარხვის სამზადის პერიოდში დასაწყისშივე რას გვეუბნება წმინდა ეკლესია ამ სახარებად რისკენ მოგვიწვევს კი ნახეთ აი ეს ჩვენი ცუ დიდი მარხვა არის ეს არის აი სახთო და დიდი მარხვა მართლაც ეს არის აი ერთადერთი მარხვა იყო ეკლესიის დაწესებული დიდი მარხვა ეწოდებოდა სხვა მარხვები არ იყო მე შემოვიდა ეს მარხვები შობის მარხვა პეტრე პავლობის მარიამის მარხვა ეს მარხვები მე დაემატა ეკლესიას ქონდა დიდი მარხვა და ამიტომ ეს დიდი მარხვა არის განსაკუთრებული თან დიდი მარხვა რა არის ეს ლისთვის ვემზადები დიდი მარხვაში ხო მაცხოვრის ჯვარცმის და აღდგომის არის ანუ ქრისტიანობის აი გვირგვინი ყველაფრის ყველა დღეს ესწავლი შემოიკრება აღდგომაში ანუ ყველაფერი ხდება აღდგომისთვის ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ აღდგომა დამდგარიყო ანუ ჩვენ ყველანიც განთავისუფლებულიყავით და აღდგომა და 60 დღის კარი გაღებულიყო რაც მოხდა აღდგომის დღეს შეიმოსოს ჯოჯუხეთის ჭენი და ჩვენ ავმაღლდეთ ამიტომ ეკლესია ამზადებს ადამიანს და გეუბნება როგორ უნდა დაიწყოს მარხვა იწყება ეს ზაქეს კვირით განიმარტება ჯერ მეზვერეობით განიმარტება წინა კვირას მე მოდის მეზვერის და ფარისევლის კვირა ანუ ეს კვირა რო აი ვინახარ შენ როგორ დადიხარ ეკლესიაში რა მიზანი გაქვს ეკლესიაში მოსვლის დროს რატო დაიწყე ეკლესიაში სიარული როგორი უნდა იყო იმიტომ წერია ბოლოს სახარების მოხლების წერია რომ ბოლოს სიამოსო აი ყველა ადამიანი ვინც ამას გააკეთებს ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს და ვინც აიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს ამაზე ამახვილებს ყურადღებას იგავში ბოლოს მაცხოვრი თორე ვინც საკუთარ თავს აიმაღლებს იგი აუცილებლად დამდაბდება და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს ის ამაღლდება ანუ შენ გეუბნება რომ თუ გინდა მარხვის სწორად დაცვა მაშინ ისწავლე თამდაბლობა ისწავლეს ყველაფერი თუ გინდა რომ შენ ეს მარხვა შეგეწიოს და ეს რომ ემზადებით ეს მამის მადრი შენზე მოვიდეს მე შემდეგი კვირა მე უძღების შვილის კვირია ყველა მეცხოვრის საოცარი კვირია კი მე მოდი შემდეგი კვირა მოდის უძღების შვილი ანუ ემზადებით რომ ანუ შენ როგორ ამ მდგომარეობაში ხარ შენ აი როგორ მდგომარეობაში გახვედი ეკლესიის წიაღიდან თუ შენ ეკლესიის წიაღიდან გასული ხარ მსხვერპლში და ორივე ეკლესიაშია მეზვერის ეკლესიაშია და ფარისეულის ეკლესიაშია უძღების შვილი ეკლესიის წიაღიდან გასული არის ანუ მან მამას გავა წავიდა სხვა ქვეყანაში დახარჯეს ყველაფერი მონაგები და ამას ელოდება ეკლესია შენ თუ ეკლესიიდან გასული ხარ მე შენ გელოდები ქრისტე გეუბნება დიდ მარხვის გელოდები შენ მოდ ეკლესიის წიაღში მე შენ დაგეხმარები ამაში მე შენ ისე ძეობას დაგიბრუნებ ანუ ყველა ადამიანი ახლა რამდენია ხო ჩვენ სირგული ვახავთ და ჩემი სულიერი შვილები რომელიც ეკლესიაში დადიოდნენ დღეს აღარ დადიან ეკლესიაში და ამათ ეს ეკლესია ელოდება რამდენად დღეს ეკლესიაში დადის მაგრამ სწორად არ დადის ეკლესიაში კი არიან ეკლესიის წიაღში მარხულობენ ლოცულობენ ტაძარში დადიან გონიათ რომ ბჭყალებში წესრადად იქცევენ არ მრუშობს ახლა არ იპარავს კაცს არ კლავს თუდად არ იქცევა აბორტს არ იკეთებს და რატო ახლა იმათ რითი არ ჯობია ამ ადამიანებს ხო ვიღაცა შეიძლება მდგომარეობას ამ ადამიანებს ეკლესია ახსენებს რომ მე რა რო შენ ეგეთი ხარ მე რა რო შენ არ მრუშო ან რატო უნდა იმრუშო მოდი კითხავს რატო უნდა იმრუშო რატო უნდა მოიპარო რატო უნდა წამოსცილ ერთ ადამიანს აი ამოიცი რა მე კაცი არ მომკლავს არასოდეს რატო უნდა მოგეკლა რატო იმ სამით ამაყობს ამ ყველაფერი და ეკლესია მას ახსენებს რომ შენი საქციელი მარტო ის რომ ამას არ აკეთებ ეს საკმარისი არ არის შენ უფრო დიდი უნდა გახდე იმიტომ რომ შენ თუ რაღაცი დაკმაყოფილდი ეკლესია გეუბნება აი თუ რაღაც დაკმაყოფილდი შენ უკვე ზდას აჩერებ და შენ უკვე გაჩერებული ხარ და ვეღარ გაიზდები ქრისტეში შენ თუ ფიქრობ რომ უკვე რაღაცას მიაღწე იქ დამთავრდა შენი ქრისტეში ზდა იმიტომ რომ როგორ უნდა დამთავრდა აი როგორ უნდა მიაღწეო რამეს ქრისტეში როგორ უნდა შეიმეცო საოცარი ხა შობის მარხვა ხა შობის დღესწაული რომ მოვიდა დღესწაული ხა რომ იმზადებოდი შამ შობის ფიქრობდი თელი არსებით როგორ შეიძლება ადამიანმა ახლა შობის დღესწაული შეიმეცნო წარმოუდგენელი აი დაღუჯერებელია ვერას ვერ შეიმეცნო მაგრამ ხო შეგიძლია დღესწაულს ოდნავ მიუახლოვდე რაღაცით და ამას უახლოვდები შენი გონა იმიტომ რომ ეს შობის დღესწაული მარტო რაღაცა ერთი დღე კი არ არის ამ ერთ დღეს 7 იანვარი კი არ არის შობის დღესწაული ეს თელი ცხოვრება შობა ანუ შენში უნდა დაიბადოს სულ ქრისტე უნდა დაიბადოს და უნდა შვა ყოველთვის ქრისტე შენ ყოველდღე უნდა გააკეთო ეს ანუ ყოველდღე უნდა იყოს ის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება აქვს მამაშალვა რომ თითქოს დასრულდება მარხვა და შემდგომ თავიდან იწყება ეს ცხოვრება ხომ რომ თქვა შეიძლება იგივე ცოდვებს დაუბრუნდეს ადამიანი და ასე შემდეგ ამიტომ მარხვა დამთავრდა თითქოს ბორკილები ქონდა დადებული ადამიანს შეეხსნა და ახლა უკვე ყველაფრის კეთება შეუძლია ისევ ამ დროს რა არის ხო რეალურად მარხვა ის რომ გვეხმარება იმაში შევემზადოთ ცხონებისთვის სული საცხოვნებლად ხომ და აქვე მოვიპოვოთ 60 ასე ვთქვათ ხომ და არა ჩვენ გადაცვალების რომ ადამიანი აქვე იმყოფა ჯოჯოხეთში და აქვე იმყოფა ადამიანი 60-ში აქვე განსასწრა ადამიანი უკვე სად არის ის სული და სად არის ადამიანი ნახე მარხვა სიტყვა მარხვა თვითონ აი ქართულიანი ხო სახელმწიფო ენაა და ძალიან ბევრი სიტყვას აქვს ერთ სიტყვაში თელი შინა ყველაფერი იდევს ერთ სიტყვაში მარხვა რა არის
რომ ადამიანმა დაიმარხოს ცნებები, ანუ შენში უნდა დაიმარხოს ცნებები, უნდა შემოდი შენში ცნებები და მე ისაც დაიმარხავ შენში, იმან ნაყოფი უნდა გამოიყოს. ანუ ამ მარხვას თუ ის ნაყოფი არ გამოქვს, აი ახლა ჩვენ ვიზადებით ამდენი ხანი ვიწყებთ ახლა დიდი მარხვის ზადებას, ხო? და დადგება ეს საოცარი დღეები, პირველი კვირის როგორ განსაკუთრებული კვირა, ეკლესიის კრიტერიუმის სინანოს კანონები იკითხება, რომ ადამიანი კიდევ უფრო მეტად გაუმძაფროს ეს მარხვის შეგრძნება, კიდევ უფრო მეტად აი გამსაბჭე შენში ეს რა რას ეხები და რასთან მიდიხარ, ამის გამზადოს ეკლესია და მოდის ეს ყველაფერი და თუ აღდგომის შემდეგ ეს ყველაფერი შენთვის დასრულდა და შენთვის აღდგომა დასრულდა, აღდგომა დღეს და შენთვის აღდგომა თუ არ გრძელდება, შედეგი რა ქონდა ამარხო, რო იმარხულე რა მე. აი, აქედან აქამდე რო იცხოვრე და მე რას გაძლევს ეს? ეს მონაკვეთი რას გაძლევს? თუ შენ მე ეს არ გაგრძელდება, მე სულ შენც ეს ყველაფერი, იქ თუ დამთავრდა და დამთავრდა, ანუ არც არაფერი მიგიღე. ამას იმ ჩვენ ახე ეკლესიაში რატო დავდივართ? ეკლესიაში რო შევდივარ მე და რომ მივდივარ, ხო, რო გამოვალ ეკლესიიდან, ისეთი აღარ უნდა გამოვიდე, როგორიც ვიყავე. და ყველა ჩემი შესვლა უნდა იყოს ჩემი ახალი გარდაქმნა, ახალი დაბადება, ანუ ჩემი თითოეული ეს სახარებასა შეხება. მივედი და სახარება ავიღე ხელში და დავიწყე ამის კითხვა. მე იმ სახარების წაკითხვა უნდა გავხდე სხვა ადამიანი, იმიტომ რომ ის ქრისტეს სიტყვები ჩემში უნდა შემოვიდეს და მე უნდა გარდავიქმნე. რამდენჯერაც უნდა წავეკითხო სახარება, ხო? იმდენჯერ ახალი ადამიანი დავებადო, ანუ ის სიტყვები ჩემში უნდა შემოვიდეს. სხვა შემთხვევაში იქნება ინფორმაცია, რომელსაც უბრალოდ ვეცნობი, შეიძლება დავიზე პირო კიდევ ციტატები და ესენ სახარებიდან, უბრალოდ ვიცოდე და მაგრამ არაფერი შედეგი არ მექნება და რამე რომ დავიზე პირე სახარება და ზეპირად ვიცი ყველა მოხლე სადრა წერია, რას მაძლევს. კომპიუტერში ყველაფერი დევს. მაგრამ კომპიუტერი არა სულიერ და ვერაფერს ვერ დაგელაპარაკება. ინფორმაცია შეიძლება შენშიც იყოს. ეს მარხვა თუ შენთვის მარტო ინფორმაციულია, უბრალოდ ესე ანაკიდან აქ, როგორც აი თუნდაც ეს მე ფარისეველი ამბობს, მე ვიმარხავ, არახე მე მარხულობ ამას ვაკეთებ. რამდენი ადამიანი ესეთი ხო რომ მარხვას რო იწყებე, ჯერ მარხვა არის მოძღვართან ათახება მარხვას, ვიღაცა შეიძლება ძალიან მკაცად მარხულობდეს, ვიღაცა არ მარხულობდეს კაცად, მაგრამ ეს მარხვა შენ უნდა იყოს დაფარული. შენ სხვებს თუ მოწუხს რაღაცა უცხო კურთხევა გავს, რაღაც ეს ფარული მარხვისა და გამკაცრებული მარხვისა, შენ ამაზე არ უნდა ამახვილებდე ყურადღებას. ადამიანები ვერ მალავენ, ეს ყველგან ყვებიან, ისე მე საჭმელს ავჭამ, სოცხლაშორის მოძღვრებსაც აქვს ეგ მომენტები, აი მეც მქონე ეგ მომენტი, აი ზოგიერთი ეს დამიცვია კაცად, მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ ეს მარხულობ. და უკვე და რა აზრებს იმარხვას ის მოძღვარი იმიტომ გაკურთხებს იმარხვის იმ კაცზე შენი ცხოვრებაში იცოს თუ ამითაც შენს წიამაყე დაიწყე და თუ ამითაც ამაყო იმარხვას აღარ ჯობებს ხურცი ჭამა იმ დღეს მაგა ტრაპეზე მოხდებია და მე მძიმე მარხვაზე მარტო პური მომიტანეთან ერთად ხო წყალზე და პურზე ხო რაღაცა ეს თქვენ ძალიან ეთე შემთხვევა ხო აი კარგად ჩანს სახარებაშიც რომ სულ რამდენიმე სიტყვას ამბობს მეზვარე უკან დგას თავსაც ვერწევსო და გამოდის გამართლებული ვიდრე ის რომელიც ცირადადე ყველაფერს იმარხავს. აი ეს რამდენიმე სიტყვის შემთხვევას და იმის თითქოს ბრავლის მეტყველებაც ფარისეულის ასევე ხო არ გვეუბნება ამითაც ეკლესია იგივე მარხვის პერიოდშიც რომ ხანდახან არ არის საჭირო დიდი ლოცვები წარმოთქვა და თითქოს ახლა მერტო რომ დაუკონკრეტოთ ყველაფერი რომ გაიგოს. რამდენიმე სიტყვას ამბობს და გამოდის გამართლებული. კაი, ახლა მას რომ შეხეს და გაბრიელ ქიკოცინა გაბრიელ ამაზე ამახვილებს ყურადღებას რომ ღმერთი ჩვენგან მრავალ სიტყვაობას კი არ ელოდება. ღმერთი ჩვენგან ელოდება გულწრფელოცვას. გულწრფელოცვას. ამიტომ რომ ეს რამეს ამბობს რომ ნახე ფარისეველმაო იცოდაო თელი ტექსტი და ყველაფერს ნაწილი და მომუნდა იცოდაო, მაგრამ ამ დროს მას მე ზუსტად არწმუნებული ვარ რომ იცოდაო დავითის ფსალმუნებიო. იქ რო წერია გულის შემოსრული, სულის შემოსრული ღმერთთან რა შეურაცხოს. ამას ეს იცოდაო ყველაფერიო. ანუ მე 50 ფსალმუნის ყველაფერი იცოდაო, მაგრამ ნახე მან ეს ყველაფერი ინფორმაციულად იცოდაო. მაგრამ იმ შინაარსში არ შედიოდა. ანუ იმ ლოცვის შინაარსში არ შედიოდა. კი ეს ლოცვები შეიძლება ამ შეიძლება მეზვერემო ეგ ლოცვა საერთოდ არ იცოდაო. რაც გაუგია რო არსებობს. შეიძლება გაუგია კიდევ წორს იუდებელი იყო და შეიძლება ის კითხულობდა ამას რომ მაგას ვერ გამოურიცხავთ რომ რადგან იუდებელი იყო შეიძლება მანაც იცოდა წმინდა წერილი და ის ეცნობოდა ამას და მას შეიძლება ყველაფერი და ტაძარში ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ტაძარში ის იკითხებოდა ეს ყველაფერი და შეიძლება მანაც იცოდა. მაგრამ ნახე მან იცოდა ეს ყველაფერი გულით. მიუხედავად მისი არასწორი საქციელისა მან იცოდა როგორ უნდა ეთხოვა ღვთისთვის. აი ძალიან მნიშვნელოვანია, აი შენ რას ითხოვ და როგორ ითხოვ ღვთისაგან. აი ადამიანები ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, აი წაძაში რომ მოდე ვეუბნები, რატომ მოხვედი ეკლესიაში? პროს უსვამ მკითხვას. შენ თუ მოხვედი, აი გუშინ მქონდა სხვათა შორის საუბარი, ერთ ჩემთან მოვთანხმდა საუბარი, რომ აი ადამიანი თუ მოვიდა რაღაცა რომ აუსრულდეს, ხო? თუ ის აგისრულდა ეკლესიაში რა გინდა? და თუ ის სათხოვარი შენ არ აგისრულდა, რატო დარჩები ეკლესიაში? რატო დარჩები? ანუ შენ მოხვედი, ამის გამო მარხვა დაიწყე, ცხოვრება შეცვალა და შენ წესები არ აგისვლა. რატო დარჩები? გაყვალ, გაიქცევი. ამ ეკლესიის წეღიდან უეჭველი წახვალ. მაგრამ შენ თუ მოხვედი ეკლესიაში, იმიტომ რომ ქრისტე მოძებნო და შენ შეისწავლო ქრისტე და შენში შემოუშვა ქრისტე და შენ ქრისტეს საძებნოდა ხარ ეკლესიაში მოსული და არაპირადი სარგებლისთვის, არაფერს მოხვედი, იმიტომ რომ შენ ქრისტე გინდა, შენ ქრისტესთან ყოფობა გინდა, ხო? მაშინ განსაწყისსაც დაითმენ. უამრავ ტყიულსაც დაითმენ.
იმ სიხარულსაც სწორად მიიღებ, იმიტომ რომ მეზვერის ლოცვაში რეალურად შეხედო არაფერი ცუდი არ არის. ანუ ის არა ცუდი ადამიანი, ესე რომ შეხედოთ, აი გარეგნულად რო შეხედოთ, აი კაცი ამას არაკეთებს, ამას არაკეთებს, ამას არ წუდავს, ამას არ წუდავს. აგერ შესაწირს იღებს, თავის მიათეთს წირავს ეკლესიას, თავის შემოსავლის მიათეთს, ანუ შესაწირს აკეთებს, მარხვით გადამეტებულად მარხულობს, სამკაცად შეიძლება მას ემარხულა კიდევაც ორჯერაც. ამაში პრობლემა კი არ არის ორჯერ ემარხულა. მაგრამ ამის წარმოჩენა არ შეიძლება და ამის გადამეტებული ის არ შეიძლება და ესეც შეიძლება მოიქცე. მთელი მისი პრობლემა ეს არის, რომ ის ამას ადარებს საკუთარ თავს და იმაზე უკეთესი გონია საკუთარი თავი. ესაა მისი პრობლემა და მეზვერი რატოა? ნახე რა სიტუაცია საოცარ ღმერთო მილხილე მეწოდულს. მხოლოდ ამას, ანუ თარა წერია სახარებაში, რომ თვალსა ზედა ვერ, ანუ თვალსაც კი ვერ წერდა, ასე ვთქვი, რომ მას გაცნობიერებული აქვს საკუთარი უღირსება, მას გაცნობიერებული აქვს საკუთარი შეცოდება და მაგრამ მე მეორე მომენტი არ დაგვემართოს, აი ძალიან ბევრს აქვს ეგ მომენტი, აი მამო, მე მესმის ჩემი ცოდვილობა. და მორჩა უნდა იმ ცოდვებში იყოს. ეგეც ესეც არ არის სწორი. ესეც არ არის ძალიან ბევრი ამით თავს იმართს. აი მამო, ღმერთი ჩემ გულს ხედავს, ჩემ საქციელს ღმერთი არა უშავს მე შევიდნენ და ეგეც არა სწორი. ანუ ზოგჯერ ამ მეზვერეობას ადამიანები ამ მეზვერეობით თავს იმართლებენ საკუთარ ცოდვებში. და სახარების ეს მაგალითი ამდის მოუყვანე ჩემს ამავნახე აი კი აგერ ვიღაცა გადაპრანჭული და ვიღაცა ესეთი ვითომ მორწმუნეა მაგრამ იმას ისიც იგივეს ამბობს მე ფარისეულთან იმას მაინც ჯობია კი შეიძლება გეცოდვილი ვარ მაგრამ ესეთი მაინც არა ვარ რაღაცა ზუსტად მე იქამდე მიდის თუ თავის ცოდვის გამართლებას იწყებს და მეზვერე ცოდვა საერთოდ არ ამართლებს და არც იმ ცოდვაში ყოფობა არ უნდა და რაღაც ეტაპამდე არის რაღაცა ეს მეზვერე უეჭველი რადგან წერია სახარებაში რომ გამართლდა ეს ნიშნავს იმას რომ ის ამ ცოდვებიდან გამოვიდა კიდევაც და წინაკვირას ხო რატო იყო ზაქეს სახარება წაკითხული და მე იკითხება ეს რომ მეზვე ფარისევი რომ ზაქემ ამ ყველაფერს თავი დაანება ვიცით როცა მაცხოვარი მასთან მიდის ანუ როცა ქრისტე მასთან შედის ანუ მარტო მის სახში კი არა ზაქეში რო შედის ქრისტე ხო რას აკეთებს ზაქე ეუბნება რომ ყველაფერს ვარიგებ რაც კი მქონდა რაც კი სხვა წავართვი ამას სამხალს უკან დაუბრუნებ ყველაფერს ორჯერ მეც დაუბრუნებ მარტო ის კი არა რაც მე წავართვი აი უფრო მეც დაუბრუნებ ადამიანებს და მე ამ ცხოვრებას თავს ვანებებ და მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ. აი ზაქე არის ეს, ანუ ქრისტე შევიდა მასში, მან ამ ცხოვრებაზე, ანუ მეზვერეობაზე უარი თქვა, ამ ცოდვიანից გამოვიდა და ის ქრისტესთან ერთად და ის გაყვა ქრისტეს. ის მიყვება ქრისტეს. და ის არის მე ქრისტეს მოწაფე. და ხედავთ ის ქრისტეს მოწაფე, ანუ მოწაფე ხდება ქრისტესი. და ის ბოლომდე და ის ქრისტეს გამოიწამება. ეს ყველაფერს თმობს. და აი მეზვერე მაშინ მართლება, როდესაც ის ამ ცხოვრებას თავს ანებებს, ამ ცხოვრებიდან გამოდის და ის ქრისტესთან ერთად იწყებს ცხოვრებას. რაც გააკეთა ზაქე. აი ეგ მომენტი არ უნდა აი და ეს აი ამაშიც აი ძალიან ბევრი ქრისტიანი სამწუხაროდ ამაშიც თავს იმართლებს აი ღმერთი მოწყალია ეძახენ როგორც ღმერთი მოწყალე არის ისეთი ღმერთი საჯულიც არის ღმერთი იმიტომ რომ რამდენჯერა გამოიყენო ღმერთი ახლა დღეს ადრე ვკითხავდი წმინდა გრიგორ ნეუკესარიელთან და ეს რამეს ამბობს წარმოიდგინე რომ აი ადამიანი ქრისტიანის სახელს ისიატარებენ ადამიანები რომ ამ სახელს ამახინჯებენო ანუ დამახინჯება ხდება ქრისტეს სახელის. ანუ ჩვენ პირადი სახელის გარდა ჩვენ ხო წოდება გვაქვს ქრისტიანისა. ანუ და ჩვენ ქრისტიანები უნდა ვბაძავდეთ ქრისტეს. ანუ ქრისტეს ბაძველები უნდა ვიყოთ და შენი სახე არ გავს საერთოდ ქრისტეს სახეს. საერთოდ განსხვავებულია გრიგონოსელებს, აი განსხვავებული ხარ და ესეთი მაგალითი მოყავს, საოცარი მაგალითი მოყავს, რომ ალექსანდრიაში როგორც ალექსანდრიაში ერთმა კაცმა მაიმუნი გაწვრთნაო რა. ეს მაიმუნი გაწვრთნა და ასწავლა მაიმუნს ადამიანის აქციელებიო. და ეს ნიღაბიც გაუკეთა, ეს მაიმუნის ნიღაბიც გაუკეთაო და ადამიანის ნიღაბი გაუკეთაო და ეს დადიო და ზუსტად მუსიკაზე ცეკვავდა ერთად და ეს ხალხი გაგიჟებული იყო რომ უყურებდა და აშუკრავდა და თელი ამბი იყო მაიმუნს და ერთმა ჭკვიანმა კაცმა უცებო ადგაო და ნუგბარი დაუყარაო წინო ეს ტკბილებლობა დაუყარაო წინო და დაუწყდა მაიმუნსო რომ ადამიანს ბაძავდაო ეს ხალხი ტაშის უკრავდაო და ესე და მოიგლიჯა ეს ნიღაბიო და ეს ახლა ამას იტენიდაო ნუგბარსო პირშიო ეს ჩამოკიდებული ქონდა ეს ნიღაბი და ამახინჯდა ეს მაიმუნი არც ადამიანი იყო არც მაიმუნი იყო ამას ჭამდა და თავის რეალური სახე გამოაჩინაო ესი არიანო ქრისტიანები რომელიც ქრისტიანის სახელს ატარებენ მაგრამ როგორც კი საცლოს შეთავაზებს ეს შმაკი იმ წუთში ამ ქრისტიანის სახეს ამ მორგებულ სახეს მოიგლიჯავენ ამ ქრისტიანის სახეს და იმ წუთში ამ ცოდვას დაემოწაფებიანო და ამ ცოდვას ესევე მეწაფებიანო აი ეს არ უნდა დაგვიმართოს ქრისტიანებს და ეს უნდა შეცოდო დიდი მარხვა აი მაგაში გვეხმარება რაში გვეხმარება ეს მეზვერე ფარისეულს დაფიქრდი რომ ვინ ახარ შე მეზვერეს ცოდვები არის შენში თუ არა ფარისეულის წმინდი არის შენში თუ არა და მე ამას როგორ აჯამებ ერთმანეთში და როგორ მეყავს შენი ცხოვრება რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის
ამ დროს ორივე ადამიანი ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს თავისთავად და შესაძლებელია ჩვენთვის უნდა იყოს ფარისეველი ცხოვრების წესი უნდა იყოს მისაღები ჩვენთვის და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ესე როგორც ფარისეველი ცხოვრობდა წესი იყო წესები აი ჟულის დაცვა კანონი და ის და უნდა გქონდეს მეზვერის სინანული მეზვერის ცხოვრება არ უნდა გქონდეს მეზვერის ცხოვრება არ უნდა გქონდეს მეზვერის სინანული უნდა გქონდეს და ფარისევლის ცხოვრების წესი განცდა საკუთარი ცოდვების და არა სხვისი განკითხვისა და არ უნდა გვეგონოს ალბათ აი დიდმარხვა შესაძლება ხო აი არსებობს ეგრეთ წოდებული გამოცდილი მრევლი და ახალმოსული მრევლი და აქ ხდება რომ ანუ ეს რადგან მე უკვე 5 ჯერ დავიცავი მარხვა და შენ პირველად მოხვედი ახლა ცოტა ფარისევლის გამარობა შეიძლება რომ მე უფრო წინ ნავიდგე და შენზე მეტი ვიცი მე ახლა და მე შენზე უკვე წინ ვარ რაღაცა თითქოს რაღაცა ავანსად მე მოცემული ვარ 5 ჯერ დავიცავი მარხვა და ეს მომენტი ხდება და არავის გვეგონოს ალბათ თავი არავის მეტი არავის გამოცდილი და არავის წმინდა მათ შორის ეკლესიაში იმიტომ რომ ეს მომენტი არის ხოლმე აი მაგი დავამთავრე ხელწერე ბოლო სახარებაში და რადგან ყველანი ვინც აიმეღლებს თავის თავს დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს იგი ამაღლდება აი ეს სიტყვები უნდა იყოს სულ ჩვენ გონებაში ვინც აიმაღლებს საკუთარ თავს იგი დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს საკუთარ თავს იგი ამაღლდება და ფსალმოვისტერია ამ პარტავანს ღმერთის შემოსრავს თამდაბალს მიცემს მადლს აი ეს სიტყვა ეს არის თელი მეზვერის თავისუფლების კვირა ამ პარტავანს ღმერთის შემოსრავს ეს ამ პარტავანი იყო ფარისეველი რომელიც ღმერთისგან შეიმოსა და გაუმართლებელი გამოვიდეს და თამდაბალს მიცემს მადლს მიუხედავად მეზვერის შეცვლებისა მისმა სინანულმა ის გადაარჩინა და აცხონა როგორც ავაზაკი ჯვარცმული ავაზაკი რომელმაც ერთი სიტყვი გადარჩა და არანაირი მისი ცხოვრება არ იყო შესაბამისი ქრისტიანობასთან არც არაფერთან ავაზაკი და ყაჩაღი იყო მაგრამ მისმა სწორმა სინანულმა მისმა აღიარება რომ მე ცოდვილი ვარ და მე ჩვენ ერთნაირად ცოდვილები ვარ და ეს ადამიანი სულთა და წმინდა და არ შეიძლება ამას ჩვენ განვიკითხოთ ამას ვიქცევთ ამას რაღაცას ვთხოვდეთ და მაპატიე ღმერთო და მომიხსენე მე ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა აი სანამ მას არტოს ქრისტიანი მანამდე ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ გადარჩება მადლობა მამაშალვა ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კიკელია გვესაუბრებოდა